მოგესალმებით მეგობრებო საღამოშვიდობისა. მე მინდა ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ ქველმოქმედებაზე გითხრათ რამდენიმე სიტყვა. კოცები ხშირად ტირაჟირებენ ამას, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში 3 მილიარდი დახარჯა. ანუ გადააკვდა თავზე ქართველ ერს. და როგორ არ უნდა დაუფასოთ ამას ასეთი დიდი სიკეთეო. რა თქმა უნდა, ეხლა არიან ადამიანები, რომლებსაც უპრობლემოდ ისჯერათ ხო ეს ყველაფერი. რა ვიცი, ეხლა სადაც ადამიანებს ისჯერათ, რომ საქართველოს დასავლეთი ეგრეთ წოდებული მასონური, რა ვიცი, შავბნელი ძალა deep state-ი უპირებდა ომში ჩაბმას. თუ ამისჯერათ, ეხლა იმასაც უარ დაიჯერებს ადამიანი, რომ ბიძინა ივანიშვილმა რა ვიცი საქართველოს 3 მილიარდი დაახარჯა და დახარჯა ეს საქართველოს ასაშენებლად და გასაყვავებლად. მე მინდა ძალიან მარტივად ციფრებით მოგახსენოთ ეს ყველაფერი. როგორი ქველმოქმედია, უпростоრად როგორი გველმოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი. გაავრცელეთ ეს ვიდეო პარალელურად და გამოთქვით თქვენი აზრი კომენტარებში, იაქტიურეთ. მოკლედ დავიღოთ ესე, როგორც კოცები ამბობენ, თქვათ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დახარჯა 3 მილიარდი ლარი. ეს უნდა გადავაანგარიშოთ 30 წლის განმავლობაში, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ითვლება 1995-1996 წლებიდან. ანუ ეს ქველმოქმედება, როცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა სამების ტაძრის მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა და იქ დახარჯა დიდი ფული. ანუ ჩვენ ავიღოთ 30 წლიანი მონაკვეთი, ხო? 30 წლის განმავლობაში თქვათ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში როგორც კოცები იძახიან დახარჯა 3 მილიარდი ლარი. წელიწადში რამდენი გამოდის ეს? 3 მილიარდს ყოფთ. 30-ზე და გამოდის 100 მილიონი, ანუ წელიწადში კოცების არითმეტიკით ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საქველმოქმედო დახარჯა 100 მილიონი ლარი. ხომ ასე არის? ახლა მე თქვენ გეტყვით ერთ ძალიან მარტივ ციფრს. ბიძინა ივანიშვილი 100 მილიონ ლარს წელიწადში მხოლოდ ერთი მისი ბიზნესიდან ხაპავს. მაგალითად, კასპის ცემენტის ქარხანა, რომელიც არის მონოპოლისტი აბსოლუტურად საქართველოში და მთელი მშენებლობა, რაც საქართველოში მიმდინარეობს, მარაგდება კასპის ცემენტის ქარხნიდან, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება, რომელმაც ეს ქარხანა წაართვა გერმანულ ჰაიდელბერგის ცნობილ ფირმას, გააქცია საქართველოდან და ის არის ხო დღეს ერთპიროვნული მმართველი. რუხაძეც კი აღარ არის, აი ეს ტვ-იმედის მფლობელი, მისი კომპანიონი. ისეც გავიდა ამ ბიზნესში. ერთპიროვნული მმართველი არის. ანუ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთი თავისი ბიზნესიდან იღებს 100 მილიონიან შემოსავალს. დანარჩენი ბიზნესები კი წმინდა მოგება არის. თუ გავითვალისწინებთ, თუ აღიარებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი წელიწადში ქველმოქმედებაზე ხარჯავს 100 მილიონს, რაც ნონსენსი და აბსურდია, მაგრამ თქვათ, მხოლოდ ერთი ბიზნესიდან იღებს ამ თანხას და დანარჩენი ბიზნესები მთელი საქართველოს მისცია, მოგეხსენებათ. მიჯიბეს ავსებს, როგორ ძარცვავს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს, ეს ყველა მიცის. კიდევ ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების ქარხნები რო გუგუნებს საქართველოში, ეს მე მგონი ყველა მიცის, ხო? არაერთი არის. მე მაგალითად ვიცი გდანულაში თავისუფალ ეკონომიკურ ზონად რო გამოაცხადეს, ქუთაისში, ფოთში, სამეგრელოში არსებობს მონაცემები, რომ აფხაზეთშიც, სვანეთშიც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი ბიტკოინების ქარხნებისთვის, რომლებიც წელიწადში ერთ საშუალო ქალაქის ტოლა ელექტროენერგიას წვავს, იცით ხო, რამხელა ენერგიას მოიხმარს ეს?
კილოვატში იხდის 8 თეთრს. კილოვატ ელექტროენერგიაში მისი ბიტკოინის ქარხნებისთვის ბიძინა ევანიშვილი იხდის 8 თეთრს. ჩვენ ვიხდით 25 თეთრს, სამჯერ მეც. აი ასე ძარცვავს მარტივი მხოლოდ ერთი ელექტროენერგიის кейსით ბიძინა ევანიშვილი საქართველოს მოსახლეობას 100 მილიონი ლარით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში შემოსული ელექტროენერგია მაგალითად უცხოეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან იბეგრება არა უბრალოდ ჩვეულებრივი როგორც ბიზნეს პროდუქტი, არამედ კიდევ იბეგრება ბიძინა ევანიშვილის საშუალო ფირმებით, რომლებიც შუაში დგანან ამ ბიზნეს გარიგებებისა და ისინი იღებენ კიდე შემოსავალს აქედან. ანუ თქვათ, მარტივი მაგალითით, აზერბაიჯანმა მოგვაწოდა კილოვატი ელექტროენერგია სადღაც 10 თეთრი, ბიძინა ევანიშვილის საშუალო ფირმამ ეს მიყიდა ელექტროგამანაწილებელ ქართულ სისტემას 15 თეთრად. ანუ იქაც კი იგებს ფულს, არაფერში. ხო შეიძლება პირდაპირ მაგალითად აზერბაიჯანიდან მოწოდებული ელექტროენერგია ელექტროგამანაწილებელმა სისტემამ, სახელმწიფო სისტემამ ყოველგვარი შრომავლის გარეშე იყიდოს, ხო და მოსახლეობას კიდევ უფრო გაეზარდოს, არ გაეზარდოს ტარიფი. არა, შუაში არის ბიძინა ევანიშვილის მაფიის საშუალო ფირმა, რამდენადაც მე ვიცი, ზურაბ ნოღაიდელიც არის და სხვადასხვა ხორცმეტები და მათი გასქელებული ჯიბეების და ბიძინა ევანიშვილისთვის მოსაპარად მიტანილი ფულისთვის ჩვენ ვიხდით ზედმეტს. ასევეა ბუნებრივი აირის შემთხვევაში. ასევეა ნებისმიერი ბენზინი ხო აღარ ვაპარაკობ ახლა ხო ბენზინზე თავადაც მოგეხსენებათ. ყველა ეს დიდი ბიზნესი არის ბიძინა ევანიშვილის მაფიის ქვეშ, რომლებიც ქართველ ხალხს ისედაც გაძარცულ გაუბედურებულებს კიდევ უფრო უძვირებენ ცხოვრებას და გაუსაძლის უხდიან და შესაბამისად 100,000-ობით ქართველი გარბის დასავლეთში. ბიძინა ევანიშვილის დამსახურებით. ანუ ბიძინა ევანიშვილი ქველმოქმედი კი არ არის და საქართველოს ისტორიაში ქველმოქმედებით შესული და შემავალი კაცი კი არ არის. ბიძინა ევანიშვილი არის საქართველოს მაოხრებელი, ტარვალი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს შაჰ-აბასებისა და ჯალალედინების გვერდით. ძარცვავს უმოწყალოდ საქართველოს ბიძინა ევანიშვილი. როგორც დამპყრობლები, აი შუა საუკუნოვანი ველური ტომები და ურდუები რომ შემოგვესეოდნენ და ძარცვავდნენ საქართველოს, ზუსტად ისე ძარცვავს ბიძინა ევანიშვილი, ამჯერად კრემლის დივერსანტი ბიძინა ევანიშვილი საქართველოს. და პლუს ამას ესაც უნდა აუცილებლად გავითვალისწინოთ და ყველა ძალიან კარგად ვიცოდეთ, ბიძინა ევანიშვილი მოქმედებს სუსლოვისა და ხრუშჩოვის ცნობილი გეგმის მიხედვით საქართველოს ქართველების გარეშე. აი ამას ემსახურება ეს ყველაფერი. განაუბრალოდ ის, რომ ის ხარბია და ვერ გაძღა მისი მუცელი საქართველოს ძარცვით. არა, ეს არის კრემლიდან მიღებული დავალება, რომ საქართველოში ქართველები ეროვნულ უმცირესობად ვაქციოს. ამას ემსახურება სწორედ ეს არაბების ქალაქების მშენებლობები, საიდანაც ბიძინა ევანიშვილი მილიარდებს იშოვის ბინების გაყიდვით არაბებზე და ჩვენ კიდევ ეროვნულ უმცირესობად ვიქცევით. კიდევ ერთი მაგალითი როგორი ქველმოქმედი არის ბიძინა ევანიშვილი. მაგალითად წელს ბიძინა ევანიშვილმა დღეგეს გადასახადი 242 მილიონი ლარი არ გადაიხადა საქართველოს ბიუჯეტში. ეს ყველამ მე მგონი უნდა იცოდეს, ხო? აი თავისი ნახატები და რაღაცები რომ შემოათესლა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, იქიდან მას ეკუთვნოდა დამატებითი ღირებულების გადასახადის 242 მილიონი ლარის გადახდა საქართველოს ბიუჯეტში. მან ეს არ გადაიხადა. ანუ ბიძინა ევანიშვილმა 242 მილიონი ლარი მხოლოდ ერთი მაქინაციით აახია თვითონ კოდ სტატისტიკის მიერ აღიარებულ 709,000 სიღატაკის ზღვარს მიღმაყოფ მოქალაქეს. უპოვარს, რომელიც სიღატაკის შემწეობას იღებს და ამადგან ამ 709,000-დან 260,000
არის ბავშვი, მათი შვილები, შვილიშვილები. აი ესეთი ქველმოქმედია ბიძნეევანიშვილი, რომელმაც 260,000 მშიერი დამშეული მისი ძარცვის შედეგად დამშეული ბავშვი დატოვა უზარმაზარი 242 მილიონი ლარის საბიუჯეტო გადასახადის გარეშე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიღატაკის ზღვარს მიღმყოფი შემწეობისთვის, ადამიანების შემწეობისთვის წელიწადში გამოყოფილია ბიუჯეტიდან 71 მილიონი ლარი. ანუ ბიძნა ივანიშვილმა 242 მილიონი ლარის მოტეხვით საქართველოს ბიუჯეტიდან 3 წლის ჯამურად მარაგი წაართვა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ყოფ ადამიანებს მათი შემწეობების სახით. აი ეს არის ბიძნა ივანიშვილის ქველმოქმედება, უბრალოდ გველმოქმედება. და რატო აკეთებს ამას ბიძნა ივანიშვილი? კიდევ და კიდევ ისევ იქ უბრუნდებით, იმიტომ რომ ის არის კრემლის დივერსანტი ყოველგვარი შეთქმულების თეორიის გარეშე. კრემლმა ბიძნა ივანიშვილი შემოაგზავნა საქართველოში, თუნდაც იგი 96 წელსო დაიწყო სამების ეკლესიის მშენებლობაში ფულის ჩადება. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება კი არ იყო. ეს იყო იმათი გადაწყვეტილება, ვინც ფული აშოვნინა ბიძნა ივანიშვილს რუსეთში. ეს იყო კრემლის, მაშინ ელცინი იყო ხელისუფლებაში და მისი შნირის, კარის, ჯიბის ოლიგარქის ბიძნა ივანიშვილის ერთობლივი გეგმა. კრემლმა უთხრა დაფუძნდი საქართველოში შევარდნაძის შემდგომ რა იცი რა ხდება, რომ მზად იყო ხელისუფლების ხელშეასაღებად. ამიტომ ხარჯავდა ბიძნა ივანიშვილი ფულს სამების ეკლესიის მშენებლობაში, თორე თავადად ნათქვამი საჯაროდ და მე მგონი ყველა მიცის ეს, რომ ის არის ურწმუნო მატერიალისტი არის. არ სწამს ღმერთის და უფლის აღდგომის და სიცოცხლის მერე სიკვდილის. ღიადაა ეს ნათქვამი იგივე გაზეთ კომერსანტთან ინტერვიუში, რომ ის არის მატერიალისტი და არ სწამს ეს ქრისტეს აღდგომები და ადამიანის სიკვდილის შემდეგ ცხოვრების ამბები. არაო, მე ეგეთი არა. ურწმუნო ათეისტი ვარ, პირადად აქ ნათქვა. ხო და რატო აშენა ახლა, რატო დაიწყო მშენებლობაში, სამების მშენებლობაში მონაწილეობა? იმიტომ რომ რუსეთმა უთხრა ეს საჭიროა. იმისათვის რომ ჩვენი კაცი იყვავდეს იქ საქართველოში, რომელსაც ეკნება ეს დიდი ავტორიტეტი, შარავანდედი, ქველმოქმედის და შენ იქ უნდა იყო, ხო, ისე როგორც აკეთებდნენ სხვა ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც თავიანთი ნასეტკები ყავდათ, ხო? აი ამიტომ დაახარჯინეს ის ფული, რომელიც რუსეთმა აშოვნინა ბიძნა ივანიშვილს. რუსეთში ისეთ ძარცვაგლეჯით აგებ ბაჩიაშვილმაც თქვა ღიად, რომელიც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ბიძნა ივანიშვილთან, რომელიც დღეს ბიტკოინების ამბებზე არის. ციხეში და მილიარდი ლარის ბიტკოინებს სთხოვს ბიძნა ივანიშვილი. ბაჩიაშვილს იცით ეს პიროვნება, ანუ უნდა აახიოს ეს მილიარდი ლარი, ამისთვის ყავს გამოკეტილი ციხეში. ბაჩიაშვილმა პირდაპირ თქვა და ბიძნა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი რასისტი კრედიტი 90-იანი წლების დასაწყისში გამდიდრდა იმით, რომ რუსი პენსიონერები გაძარცვეს. აი ამათი ანაბრები ჩაიჯიბა ბიძნა, როგორც აქ ხაზარაძემ გააკეთა თავისი პირამიდული საინვესტიციო ფონდი და რომლისგანაც შემდეგ ეს ფონდი გააკოტრა და იქ ნაშოვნი ფული 100 მილიონი ჩადო ახალი ბანკის, TBC ბანკის მშენება, ასე შეიქმნა ხაზარაძის ბანკი. მოპარა ფული პირამიდული სისტემით საინვესტიციო ფონდიდან, მის მიერ შექმნილ ფონდიდან, უთხრა ხალხს შემოიტანეთ ამდენი და სამ ბანკს დაგიბრუნებთ, იცით ეს როგორ ხდებოდა 90-იანებში. მერე ეს გამოაცხადა, რომ ფონდი გაკოტრდა და ის ფული შეიტყაპუნა და ჩადო ბანკში და ასე შეიქმნა ხაზარაძის ბანკი. აი ასე გააკეთა ბიძნა ივანიშვილმა. პენსიონერების ფული და ანაბრები მოიპარა. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების თანხმობით, თორე ის ეგრევე ციხეში ჩასვამდა, ხო? ეს რო არ ყოფილიყო კრემლის საფარქვეშ და კოლგის ქვეშ გაკეთებული, ხო? ვინ აშოვნინებდა, ვინ მიასწრუნინებდა ბიძნა ივანიშვილს რუსი პენსიონერების ძარცვასთან. ეს მათი კაცი იყო. რა ვიცი, დაარქვით ამას FSB-ს კრიშით, რა ვიცი, MVD-ს კრიშით. რუსი ჯიბის ოლიგარქი ბორია ივანიშვილი.
ამისთვის შემოუშვეს საქართველოში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მისი ქველმოქმედების ძირითადი ხაზი რა არის? ელიტის მოსყიდვა, უზარმაზარი ხელფასები დაუნიშნა სამეცნიერო, სახელოვნებო, სპორტულ და სხვადასხვა ელიტებს და ეს ხალხი ჯიბეში ჩაისვა. ჯერ კიდევ მანამდე ვიდრე 2011 წელს არ გამოაცხადებდა პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს წინასწარ ემზადებოდა. ახლა ბიძინა ივანიშვილი იმის ჩიტი არის, რომ ვინმეს რამე ისე ტყუილა მისცეს. თქვენ წარმომიკვდეთ. წინასწარ მოისყიდა ეს ხალხი, წინასწარ დაიმონა, გაიხადა წინასწარ ტიკუებად, რომ შემდეგ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მის გვერდით დამდგარიყო. დღეს ეს მოსყიდული ელიტა კი უყურებთ ყველას, ყველა უყურებთ მშვენივრად რასაკეთებ. საქართველოს აშკარა გაყიდვას და არაბული ქალაქების მშენებლობაზეც კი ეს ხალხი ტაშს უკრავს და ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვით არ ეწინააღმდეგება. გაგიგიათ მათი ხმა? ან ცნობილი მსახიობების, ან ცნობილი რეჟისორების, ან სხვების სპორტსმენებზე აღარ ვლაპარაკობ. ამ პუტანებზე, ამ ლაშა ტალახაძეებზე, რა ვიცი, გენო პეტრიაშვილებზე, რომლებიც პირდაპირ აიღო და დადო პარლამენტში, რომ ფული აშეუნეს. ვარლამ ლიპარტელიანი, ეხლა ძიუდოისტი ჭრიკიშვილი დანიშნეს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილედ, რატომ სწავლა განათლება აქვს, წერა კითხვა იცის. არა, ფული რო იშოვოს და ერთგული იყოს ბორია ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების გასაправებლად. ხო და აი არაბული ქალაქების აშენებას და ქვეყნის არაბულ ბორდელად გადაქცევას არა აპროტესტებენ ერთი სიტყვითაც ეს ეგრეთ წოდებული ელიტა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კიკუსავით იყიდა აშენ თუმანი და გაიხადეო და ისინი არიან 10 წლეულების განმავლობაში გახtildeები და წაკუზულები. აი ეს არის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება საქართველოს დასამონებლად და გასაუბედურებლად მოსყიდული ელიტის ელიტასთან ერთად ხელდახელ ანადგურებს საქართველოს. ასე იყო ხო სპარსელების, თურქების, ოსმალების, მონღოლების აქაც ყავდათ ნაყიდი ეგრეთ წოდებული თავადაზნაურთა გარკვეული წრე. აი ზუსტად ეს არის, ეს მეორდება. საქართველოს მტრების, საქართველოს დამაქცევარი მტრების მხარეს არის ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ბნელიტა. და ამაში იხარჯება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ასობით მილიონი. და არა მაგალითად უფასო საავადმყოფო. ერთი საავადმყოფო შექმნა ბიძინა ივანიშვილმა თავისი უდიდესი ქველმოქმედების პირობებში. ერთი უფასო საავადმყოფო შექმნა? არა. იმიტომ რომ ეს ფეხზე კიდია. 260,000 ბავშვი ყავს მშიერ და იმას პარავს 252 მილიონ ლარს. დეღეს გადასახადი რო ქონდა წერს მხოლოდ. აი ერთი რაღაცა გაუკეთა, ერთი სახალხო აფთიაქი შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ხალხი მივიდეს იქ და იაფად იყიდოს წამალი და არა 4 მაგი და 5 მაგი ფასები არა. ანუ ხალხისთვის მას არაფერი გაუკეთებია და ხალხის ძარცვისთვის კი ყველაფერს აკეთებს. თითოეული თეთრი, რომელიცაც თქვენი შვილები გაუბედურებულ, გაღატაკებულ საქართველოში დამატებით იხდით აი ამ დენის, გაზის, ბენზინის და ასე შემდეგ ტარიფებში. ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ხარკი. გძარცვავთ უმოწყალოდ ბიძინა ივანიშვილი, ქველმოქმედებას კი არ ეწევა. მწარვალი არის საქართველოს შემოსეული მტერი, რომელიც ამ ქოც ბანდის და ქოც ჯოგის, რომელსაც აქეთ კიდევ ძარცვავს, ხო ხედავთ? რა უკნა ღარიბაშვილს და ის რიჟვაძეებს და კიდევ მრავალი დღას რიგში. აძარცვინა ქვეყანა და ეხლა პარსავს როგორც საახალწლოდ დასაკლავ ღორებს. ცოლის ყურებიდან ჩამოხეული საყურეებით, რაც ღარიბაშვილს გაუკეთა და სხვებს კიდევ. აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი. და აი ესეთი კაცის მადიდებელი რომ ხარ. კაცის, რომელიც შენ შვილებს მომავალს უსპობს, რომელიც მონად გაქცევს, რომელიც ხვალზე რუსულ ბორდელიდან თურქულ ბორდელში გადაგამისამართებს, ოჯახებიანად და იქ დაგასაქმებს. აი ესეთი ქოც ჯოგი, ნაგავი, ბიომასა, გენეტიკური ნაგავი რო ხარ. და მაინც ხარს უჭერ ბიძინა ივანიშვილს და ტაშს უკრავ. საკუთარი ცოლშვილის არაბულ ბორდელში გაწევრიანებას და დასაქმებას.
აი ეს არის დღევანდელი საქართველო და აი ეს არის დღევანდელი კოცი. ზოგს გადამეტებულად ეჩვენება როგორ რატო უწოდებ კოცს ბიომასას და გენეტიკურ ნაგავს, აბა რა უნდა უწოდო? რა უნდა უწოდოს სხვანაირად კოცს ქალიან კაციანად, რომელიც აი ამას საკუთარი სამშობლოს გაუბედურებას უკრავს ტაშს და უხარია საქართველოს გაყიდვა არაბებზე. რომ იქ 16,000 ბინა გაიყიდება, ეს უხარია. და იმის უნარიც არა აქვს ელემენტარულად გაიაზროს 16,000 გაყიდული ბინა, ეს არის 100,000-მდე არაბის ჩამოთესლება საქართველოში. რომ მერე მათი კიდევ ააშენონ თავიანთი სიამტკბილობისთვის და განცხრომისთვის არაბული ბორდელები, არაბული მეჩეთები და ამ არაბულ ბორდელში იხმარონ მათი შვილები ბიჭებიდან. რადგან განსაკუთრებული სიამოვნება მათთვის ეს არის პატარა ბიჭები, პედოფილია. აი ამის თქმა მინდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება და ამიტომ ვამბობ, რომ რა ვიცი, ელემენტარული არის. ეს ხო ყველაფერი ციფრები არის, ეს ხო ჰაერიდან ეს ოფიციალური ციფრებია. და ოფიციალური რეალური ფაქტები. გაავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს რა არის, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში, როგორ შემოაგზავნა კრემლმა მისი ჯიბის ოლიგარქი ბორია ივანიშვილი საქართველოს გასაძარცვავად და საქართველოს ქართველებისაგან დასაცლელად და ეთნიკური შემადგენლობის შესაცვლელად. დიახ, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. ბიძინა ივანიშვილის ძირითადი პოლიტიკა არის საქართველოს ქართველებისაგან დაცლა და ეთნიკური ჯგუფების შეცვლა. ქართველების ჩანაცვლების პროგრამა არის მარტივად რომ გითხრათ. არაბებით, რუსები და სხვადასხვა ჯურით აზია-აფრიკელი საბომჟეთით. აქ ქართველი აღარ უნდა ცხოვრობდეს. უმრავლესობაში უნდა იყოს უმცირესობაში, რომ ზედმეტად ხმა არ მოიღოს მერე. აი ამ ბორდელში არაფერი გააპროტესტოს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ, რომელიც დინასტიურად დაჯდება აქ როგორც ფადიშაჰი. და ამაში ცხოვრება თუ გინდათ ქართველებო, მაშინ არ ყოფილა თქვენთვის არაფერი და არაფრის ღირსები არ ყოფილიყარ, მართლა არაბულ ბორდელებში უნდა მოხდეთ სული ცოლშვილიანად, სადაც მალე გაგამწესოთ ბიძინა კიდეც. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაავრცელოთ ეს ვიდეო მაქსიმალურად და კომენტაროთ, გამოთქვით თქვენი აზრი. იქნება მერამე მეშლება და რა ვიცი, მოჩვენებები მაქვს. იქნება თქვენ იცით უფრო მეტი და გააქვთ ინფორმაცია იმის საწინააღმდეგო, რაც მე მოგახსენეთ. სიამოვნებით მოგისმენთ. იხარეთ და იმრავლეთ.